სავაჭრო ომები, სამშვიდობო მოლაპარაკებები, ხელისუფლებების ცვლილებები და ახალი პაპი რომის საყდარზე. მოკლედ ასე შეგვიძლია შევაჯამოთ 2025 წლის მთავარი გლობალური მოვლენები, რომლებზეც ახლა უფრო სრულად და დეტალურად ერეკლე ფოლადიშვილი საუბრებს. ერეკლე, საღამო მშვიდობის. საღამო მშვიდობისა და მიესალმები მაყურებელს. 2025 წელი მართლაც უდიდესი ტექტონიკური ცვლილებების წელი იყო, წელი რომელმაც კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ სამყარო მუდმივად ცვალებადია. თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ წელს სწორედ მის გარშემო ცხადია ვსაუბრობ დონალდ ტრამპზე, მის გარშემო ტრიალებდა სამყარო, რას ფიქრობდა, რას ამბობდა, რა გადაწყვეტილებებს იღებდა, რა მოსწონდა და რა არ მოსწონდა, ფაქტობრივად მთელი მსოფლიო მისი წესებით თამაშობდა. ადამიანი, რომელმაც ერთი მხრივ ამოაყირავა წლობით ნაგები ამერიკული ინსტიტუციური წყობა, მეორე მხრივ კი ხელი შეუწყო ტექნოლოგიური სექტორის რადიკალურ აღმასვლას, არის ადამიანი, რომელიც ნამდვილად შეგვიძლია ჩავთვალოთ წელს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ მოვლენად თვითონ პიროვნება. ამერიკას არც სავაჭრო ბრძოლებში უწერია უკანა რიგებში დგომა, მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მოვლენა, რომლითაც 2025 წელმა დაგვამახსოვრა თავი, ეს ტრამპის მიერ მთელ მსოფლიოსთან ეკონომიკური ომის დაწყება იყო. თანაც მარტივი მიზნით გაესწორებინა ის უარყოფითი სავაჭრო ბალანსი, რომელიც შტატებს თითქმის ყველა წამყვან ქვეყანასთან თუ გაერთიანებასთან ჰქონდა. ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენ შემდეგი ტაქტიკა ვიხილეთ. ტრამპი ჩადიოდა პრობლემურ ქვეყანაში და გაუგონარი მოცულობის ტარიფებს მხოლოდ მსხვილი ინვესტიციების სანაცვლოდ წევდა ქვევით. სადამსჯელო ნაბიჯები, რადგან ვახსენეთ, ალბათ ლოგიკურიც იქნება, რომ რუსული ენერგოგიგანტების როსნეფტისა და ლუკოილის დასანქცირებაზე ვთქვათ 2 სიტყვა. ამერიკის სახაზინო დეპარტამენტის მიერ 23 ოქტომბრის გამთენისას გავრცელებულმა ინფორმაციამ მართლაც უდიდესი გეოპოლიტიკური მნიშვნელობა შეიძინა, რადგან ტრამპმა მისი რიტორიკისთვის უჩვეულო ნაბიჯი გადადგა და იმ კომპანიებს დაუწესა შეზღუდვები, რომლებიც ინდოეთისა და ჩინეთისთვის ენერგეტიკული რესურსების მიყიდვით კრემლს ომის მანქანის დაფინანსებაში უწყობდნენ ხელს. სამშვიდობო მოლაპარაკებები წლის ერთ-ერთი ყველაზე საყურადღებო გეოპოლიტიკური მოვლენა, უпростоრად პროცესი იყო. ჯერ ვიხილეთ ზელენსკის კატასტროფული ვიზიტი თებერვალში თეთრ სახლში. შემდეგ იყო პუტინის სტუმრობა ალასკაზე, რომელმაც გააჩინა შიში, რომ უკრაინა ამერიკის გარეშე რჩებოდა, თუმცა აგვისტოს თვეში ევროპელი მოკავშირეების ზურგით გამაგრებულმა ზელენსკიმ თეთრ სახლში წარმატებული შეხვედრები გამართა და საბოლოოდ მინერალების შესახებ შეთანხმებაც გააფორმა. ისიც დაიბევა, რომ ამერიკა უკრაინას იარაღის მიყიდვას არ შეუწყვეტდა. მართალია, თანხა სხვების მოსაძიებელი გახდებოდა, თუმცა ოფიციალური კიევისთვის ესეც მნიშვნელოვანი ამბავი იყო. წლის ბოლოს ტრამპმა პირი არა ომის გაგრძელების, არამედ საბოლოო შვიდობისკენ იბრუნა და ჯერ ზელენსკის უთხრა უარი ტომაჰავკებზე, შემდეგ კი 28 პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა დაამტკიცა. დღეს მისგან მხოლოდ 20 პუნქტია დარჩენილი და თუ 28 დეკემბრის ტრამპი ზელენსკის შეხვედრასაც გავითვალისწინებთ, ომის დასრულებასთან ძალიან ახლოს ვართ. თვითგამოცხადებული მშვიდობის მყოფელის დონალდ ტრამპის მიზანი წელს მხოლოდ რუსეთ-უკრაინის საკითხის ჩახურვა ცხადია არ ყოფილა, რასაც მან წელს ნამდვილად მიაღწია, ეს ჰამასსა და ისრაელს შორის 2023 წელს დაწყებული ომის შეჩერება იყო. ტრამპმა გონივრულად მოახერხა პროცესში ისეთი მოთამაშეების შეყვანა, რომლებიც ტერორისტულ ორგანიზაციას მოლაპარაკებების მაგიდასთან დასვამდნენ. ვიხილეთ ეგვიპტეში გამართული სამშვიდობო კონფერენციაც და ცეცხლის შეწყვეტაც. იმ ფონზე, როცა მსოფლიო ისრაელსა და ჰამას შორის ომის ჩამთავრებას ნატრობდა, სრულიად მოულოდნელად ახალი ფრონტი გაიხსნა და 12 დღიანმა საომარმა მოქმედებებმა ამერიკის შეერთებული შტატებიც ჩაითრია. თუ ივნისის შუა რიცხვებში ისრაელი და ირანი ბალისტიკური რაკეტებით ერთმანეთს ურტყამდნენ, ივნისის მიწურულს საქმეში ბიორის სპირიტები სტრატეგიული ბომბდამშენები ჩაერთნენ და ირანის ბირთვული პროგრამა ფაქტობრივად მიწასთან გაასწორეს. საბოლოოდ რეგიონში ვითარება მაინც ჩაცხრა. რეგიონში ვითარების ჩაცხრობა ყველაზე მსუბუქი ახსნა იქნება იმის, რასაც დონალდ ტრამპმა და შტატებმა სამხრეთ კავკასიაში წელს მიაღწიეს. აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების თეთრ სახლში მიწვევით 30 წლიანი ომის ოფიციალურად შეჩერებითა და დასრულებით და საერთო სავაჭრო გეგმის დასახვით ამერიკის პრეზიდენტმა რეგიონიდან რუსეთი ფაქტობრივად ოფიციალურად გაიყვანა, თავად კი რეგიონში ტექტონიკურ ცვლილებას დაუდო სათავე. ცვლილებას, რომელსაც აზერბაიჯანს, სომხეთსა და თურქეთს შორის სავაჭრო ხაზის გაჭრა და ალტერნატიული მარშრუტის შექმნა ჰქვია.
ოქტომბრის თვეში იაპონიის უახლესი ისტორიაც დაიწერა და იქაც ამომავალი მზის ქვეყნის პირველ პოლიტიკოსად სანაე ტაკაიჩი შეირჩა ადამიანი, რომელმაც პრემიერ-მინისტრის როლი მოირგო. იაპონიის რკინის ლედით მიიჩნევა ის და მან დაუდო საფუძველი მოკლედ ახალ იაპონიას, რომელიც კაფიოდ პროამერიკულ, მკვეთრად ანტიჩინურ მიდგომებს გაატარებს, განავითარებს მემარჯვენე იდეოლოგიას და რაც მთავარია, გააძლიერებს ეკონომიკას ტექნოლოგიების ხარჯზე, მათ შორის თავდაცვითი ტექნოლოგიების კუთხითაც. მნიშვნელოვანი ცვლილება ვიხილეთ წელს ევროპაში, სადაც ხელისუფლებაში ისეთი ადამიანი მოვიდა, ვინც თავდაცვაზე 500 მილიარდის გამოყოფას გეგმავს. ცხადია, ვსაუბრობთ ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის ლიდერ ფრიდრიხ მერცზე, რომლის მოსვლაც ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ბოლო შანსია გერმანიისთვის ისე გაუმკლავდეს მიგრაციისა თუ სხვა გამოწვევებს, რომ ხელისუფლება ულტრამემარჯვენე პრორუსებს არ შეატოვოს. სადაც არასასურველი მთავრობის ცვლის დემოკრატიულმა გზამ ვერ გაჭრა, იქ წელს ძალა ხელში ახალგაზრდებმა აიღეს 2025 წლის გახსენება ნეპალის ჯენზი რევოლუციის შესახებ ორიოდ შემაჯამებელი სიტყვის თქმის გარეშე შეუძლებელია. ეს იყო მნიშვნელოვანი განაცხადი, რომელიც ახალმა თაობამ სოციალური მედიის შეზღუდვის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შებოჭვის ავტორებს საკმაოდ ხმამაღლა გაუჟღერა, თანაც ისე რომ მთელი მსოფლიო აალაპარაკა. სადაც ჯერ ხალხის ძალა დუმს, თუმცა ცვლილების სიო მუდმივად უბერავს, ეს ვენესუელაა, ქვეყანა, რომლის მომავალი ლიდერიც გააზრებულად თუ გაუაზრებლად უკვე შეარჩია ნორვეგიის ნობელის კომიტეტმა. ვსაუბრობ მარია კორინა მაჩადოზე, ადამიანზე, რომელმაც ტრამპისთვის სასურველი მშვიდობის პრემიის მიღებითა სრულიად დემოკრატიული სამყაროს ყურადღება მიიქცია. წელს ამერიკული სინათლე იხილა რომის საყდარმაც, რომლის უმაღლეს სულიერ ლიდერად პონტიფიკოსად ისტორიაში პირველად აირჩიეს ამერიკული წარმოშობის ადამიანი, რომელმაც ხალხს თავი უკვე დაამახსოვრა სამართლიანობისა და ადამიანის უფლებების დაცვისთვის ბრძოლით. ცხადია, ვსაუბრობთ ლეო მე-14-ზე. აღდგომის ბრწყინვალე შვიდეულში წასული პაპი ფრანცისკე, რომელიც ეკლესიას 2013 წლიდან მართავდა, მოციქულ პეტრეს ახალმა მემკვიდრემ ჩაანაცვლა, ადამიანმა, რომლის არჩევაც წელს ნამდვილად შეგვიძლია დავასახელოთ გეოპოლიტიკურ მოვლენათა შორის ერთ-ერთად შეგვიძლია, რადგან ის მხოლოდ სასულიერო პირი არ არის, ის არის ადამიანი, რომელიც ასობით მილიონ ადამიანზე ახდენს გავლენას და ის დონალდ ტრამპის მხარდამჭერი ნამდვილად არ ჩანს. მოკლედ, 2025 წელი მართლაც გამორჩეული წელი აღმოჩნდა, გასული 12 თვის მთავარი გეოპოლიტიკური მოვლენების შეჯამებას იტალიის პრემიერ-მინისტრის ჯორჯა მელონის სიტყვებით დავასრულებ. რთული წელი იყო, დავიღალეთ, თუმცა უფრო რთული გველის წინ, ამიტომ გისურვებთ კარგად დაისვენოთ და მოემზადოთ წლისთვის, რომელიც ნაკლებ მოულოდნელობას ნამდვილად არ გვპირდება.